ვიყავ თორე კარტოფილი აქ. ეს ვინმეს არაყია ადამიანი. და ამის დიდი ბაბუა გორგასალ დაგტა ხოხმით წელს. ერსიონშია. რავი სიყრება მოვიფიქრე. რამე ჰე. ავტობუსი არის. ბზია. უალი არა ბზია. მაშინ მიშა. კიდე ეგეთ შემთხვევაში 90 ალო. ერთი 100 მაინც იყო. სადა ხარ? ანდური და დიპიდაური ვიქნები კაცო მაგრამ მე. ეს ვეღარ გავყოჩობ ეს ამას. ხო და არა ჩვენები რაღაც ადგილ დარჩება და ახლა მოვიდეო და ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ ხეების მოჭრას, ნაძვნარის განადგურებას. აქ აშენებენ პოლიციის შენობას, ამისათვის არსებობს სხვადასხვა ადგილები. ორი გაჩერების შემდეგ არის პოლიციის შენობა. მაგრამ გადაწყვეტეს რომ გაანადგურონ კიკვიძის ბაღი და აქ აშენონ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ვაპროტესტებთ რეკრეაციული ზონების გაჩეხვას. ჩვენთვის მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ბუნებასთან. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, ბოლომდე ვაპირებთ დავიცვათ გამწვანება. ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა შემოუერთდა აქციას დავიცვათ კიკვიძის ბაღი. 3 დღის წინ გრიფის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა შენიშნა რომ სრულად უკანონოდ ჩეხავდნენ აქ ნაძვებს და ნახეთ რომ აქ არის გაჩეხილი 14 ნაძვი და დღეს დაემატა რამოდენიმე, იმიტომ რომ ჩვენ გუშინდელი დღიდან ვეხმარებით მათ ორგანიზაციას და ვამაგრებთ ამ ტერიტორიას. გავათანეთ ღამეც, მაგრამ დღის რაღაც მონაკვეთში არიან ჩასაფრებულები და მოასწრეს რომ რაღაც მასალა გაეტანათ და გამოესუფთავებინათ ტერიტორია. და ასე რომ ვთხოვთ მოსახლეობასაც რომ დაგვეხმარონ აქაურობის გამაგრებაში, იმიტომ რომ ისინი არალეგალურად ჭრიან ამ ხეებს სრულიად და აპირებენ რომ აშენონ შუშის შენობა პოლიციის, რომელიც უკვე საკმარისია ჩვენს ქალაქში და მგონია რომ აღარ საჭიროებს ბაღის გაჩეხვის ხარჯზე შუშის შენობის ჩადგმას. ჯიხვის ყანწ შევათამაშე შენ სადიდებეს დალევასა ჯიხვის ყანწ შევათამაშე შენ სადიდებეს დალევასა სიშა სოლასთიდან იხილა